შეიძლება ჩემგან ძალიან ბევრს გაუკვირდეს ამის თქმა, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ღვინო იწარმოება. პრობლემა იმაში არის, რომ ბაზარზე კარგ ღვინოებზე კიდევ უფრო მეტი გვაქვს საშუალო ან საშუალოზე უფრო დაბალი ღვინოები. რაც მომხმარებლისთვის საქმეს ართულებს, რომ აღმოაჩინოს განსაკუთრებული და კარგი ღვინო. მეც მუდმივად ვეძებ ისეთ მეღვინეობებს, რომლის ღვინოსაც თავისუფლად გაუწევ რეკომენდაციას, რომ დააკმაყოფილებს სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებს. ვიღაცას სჭირდება განსაკუთრებული ღვინო, ვიღაცას სჭირდება ყოველდღიური ღვინო, მაგრამ ადეკვატური ფასით. იმიტომ რომ ბაზარზე არის ძალიან დიდი პრობლემა, გვაქვს უამრავი ღვინო, რომელიც არ შეესაბამება ფასს. ამ პრობლემის მოგვარების ერთი ძალიან მაგარი იდეა მაქვს, რომელიც დიდი ხანია მინდა რომ განვახორციელო. ვაპირებ რომ 500 ქართული ღვინო შევაგროვო და გავსინჯო YouTube Live-ში, უწყვეტ რეჟიმში, ყველანაირი ღვინის სპონსორების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ გულახდილი ღია შეფასებები. და შევქმნა ქართული ღვინის პირველი tier list-ი, იგივე გზამკვლევი. მარათონის შემდეგ ეს გზამკვლევი განთავსდება ჩემს საიტზე, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მეღვინეებისთვის. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ შევიდეს საიტზე, ადეკვატური რეკომენდაცია მოისმინოს, ღვინოები აღმოაჩინოს, რომელიც არის შესაფერისი ფასთან, ხოლო მეღვინეობებს, რომლებსაც დღესდღეობით ესეთ გაჯერებულ ბაზარზე ძალიან უჭირთ ადგილის დამკვიდრება, მიეცემათ პლატფორმა, სადაც მათი ღვინოები ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება და იქნება დარეიტინგებული. ხოლო ფილტრი ამ საიტზე ყველას მისცემს საშუალებას, რომ მომენტალურად იპოვონ ის, რასაც ეძებენ. ასე რომ დღეიდან ვიწყებ 500 ღვინის შეგროვებას. თუ მწარმოებელი ხარ, შედი ჩემს პროფილში და შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, თუ ღვინის მოყვარული ხარ, დათაგე კომენტარებში შენი საყვარელი მეღვინეობა.